Მოგესალმებით, ეს არის გადაცემა გარემოდე ჩვენ. დღეს ამ პერიოდიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გამოვყავით არა გარემოს საკითხებზე, სასაუბროთ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ არჩევნები მართლა ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საინტერესო და მართლაც სააგაშვილის საპოლიტიკოს არ იყო საქართველოში პირველად მოხდა, რომ არჩევნების გზით ხელისუფლება პრაქტიკულად შეიცვალა. აქედან გამომდინარე, ვერავუარეთ გვერდით ჩვენ დღევანდელ გადაცემაში ამ მნიშვნელოვან მოვლენას და გადავწყვიტეთ, რომ კიდევ ერთი გადაცემა მოგვიკლო გარემოს ასოციაციის, რასაც აუცილებლად დაუბრუნდებით ჩვენ მომავალში, მაგრამ ეს ისეთ საკითხი არჩევნები, რომელიც ეხება ყველა სფეროს, მათ შორის გარემოს ასოციაციას, ადამიანის უფლებებსაც და სხვა ყველა დარგს და ყველა სფეროს, იმიტომ რომ მის გარეშე ხალხის ნების გამოხატვა არ ხდება და შესაბამისად ამ შემთხვევაში გამონაკლისის საკით შეიძლება ითქვას სასწაულებრივად, იმიტომ რომ ასეთი რამ არ ყოფილა საქართველოში, ჩატარდა რეალურად დამოუკიდებელი არჩევნები, თან ჩატარდა ისე რომ ხელისუფლება შეიცვალა არჩევნების გზით. თუმცა იყო საბჭოთა პერიოდში, ასე ვთქვათ, ასეთი მოვლენა, როდესაც კომუნისტური პარტია დამარცხდა არჩევნებში, მაგრამ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი რამ არ ყოფილა. ამიტომ ჩვენ დღევანდელ გადაცემას უთმობთ არჩევნების თემას, ასევე იმ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობთ ჩვენ, რომელიც საკმაოდ განსხვავებულია, საკმაოდ ორიგინალურია და ალბათ განმარტებას მოითხოვს მაყურებლისთვისაც და არა მარტო მათთვის. მოგესალმებით ზუსტ ტელემაყურებლებო, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული მნიშვნელობის იყო არჩევნები, რომელიც გაიმართა 1 ოქტომბერს, პირველად საქართველოს დამოუკიდებელ ისტორიაში, ოპოზიციამ დაამარცხა ხელისუფლება მშვიდობიანი არჩევნების გზით და ამასთანავე მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ მოქმედი პრეზიდენტი თავს უწოდებს ოპოზიციონერს და ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ მოვიწვიეთ კომპეტენტური პირები ამ საკითხზე და ესენი არიან ქალბატონი გუგული მაღრაძე, კოალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, ბატონი უჩან ანუაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი. ქალბატონი გუგული, როგორ შეაფასებით 2 ოქტომბრის არჩევნებს, იყო თუ არა დარღვევები და რა სახის იყო ეს დარღვევები? პირველ რიგში მოგესალმებით და კიდევ ერთხელ მიულოცავ მთელ საქართველოს, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდი ამბავი მოხდა საქართველოში. მოხდა ის, რასაც ამდენი ხანი ყველა ველოდებოდით, დიდი სასოებით, დიდი იმედით, რომ ბოლოს და ბოლოს საქართველოში მოსული იყო ხელისუფლება, რომელსაც რეალურად აერჩევდა ადამიანები, ხალხი და აი, როდესაც არჩევნები ისე მიმდინარეობს, რომ ადამიანებს აქვთ განცდა, რომ მართლა ის ხალხი აირჩია, ვისაც ხმა მისცა და ეს ადამიანები მოვიდნენ ხელისუფლებაში, სწორედ ამ დროს მიიღწევა ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვოცნებობთ, ხელისუფლების ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე. სხვანაირად ხელისუფლებას არასდროს არ ექნება ანგარიშვალდებულება, თუ არ არის იმის განცდა, რომ ისინი მართლა ხალხმა აირჩია და 1 ოქტომბერს მიუხედავად იმ ძალიან რთული სიტუაციისა, რითაც ჩვენ მივედით 1 ოქტომბრამდე, ძალიან რთული სიტუაციისა იმ დღესაც, როდესაც საკმაოდ რთული იყო ხმების დაცვა, საკმაოდ რთული იყო იმ წინააღმდეგობების გადალახვა, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება უქმნიდა ადგილზე მისულ ადამიანებს, გინდაც კომისიის წევრებს და ჩვენ ვნახეთ შემდეგ ხაშურის და სხვა კადრები, როდესაც აი ძალადობაზეც გადავიდა ხელისუფლება იმისთვის, რომ რაღაცნაირად სადღაც მაინც ყოველ შემთხვევაში მთლიანად თუ არ ჩაეშალა პირადი ანგარიშტორება მაინც ქონოდა ზოგიერთ მაჟორიტარ დეპუტატთან მაინც, მიუხედავად ამისა ქართველმა ხალხმა ძალიან იყო ჩაღა, ქართველი ხალხი ძალიან ერთსულოვანი გამოვიდა და მე მინდა გავიხსენო, როდესაც პირველად ბატონმა ბიზინა ივანიშვილმა თქვა, რომ ჩვენ ერთ მუჭად შევკრავთ საქართველოს და ავისრულებთ ქართულ ოცნებას, მე და ბევრმა ალბათ ჩათვალა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი წინასაარჩევნო სლოგანი. ერთ მუჭად შევკრავთ საქართველოს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის რაც თქვა ბატონმა ბიზინა ივანიშვილმა შეასრულა, საქართველო მართლა ერთ მუჭად შეკრული იყო და სწორედ ამან განაპირობა ჩვენი გამარჯვება, ხალხის გამარჯვება ამ არჩევნებში და ეს არის მართლა უდიდესი ფაქტი საქართველოს ისტორიაშიც და თვითონ ადამიანების განწყობაში. იცით, ვინც მეორე დღეს უკვე ხალხში დადიოდა სიხარულით სავსე სახეები, იმედით სავსე სახეები, ესე იგი ის რაც ესე ნებისმიერ ადამიანს, თვითით ეს ადამიანსაც კი, რომელსაც თითქოს არაფერი პრობლემა არ ქონდა, თითქოს მეტნაკლებად ახერხებდა ამ ხელისუფლებასთან, ნუ თანამშრომლობას თუ არა, ყოველ შემთხვევაში არ დევნიდნენ და სხვა, მათაც მოეხსნათ უზარმაზარი ტვირთი და გახსნენ თავისუფლები და მე სხვათა შორის ძალიან გამიკვირდა ერთ-ერთი ისეთი ადამიანი შეხვდა, რომელსაც თითქოს მართლა არაფერი არ უჭირდა და მან თქვა, რომ გაემარჯვათ ნაციონალებს, მე ჩემოდანი გამზადებული მქონდაო, რომ საქართველოს უნდა წავსულიყავია. მიუხედავად იმისა, თითქოს პრობლემები არ ქონდათ და ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელსაც არ ქონდა პრობლემები თითქოს და ფინანსურათაც საკმაოდ კარგად იყო და ესე იგი ეს აი როგორც მინიმუმი თავისუფლების განცდა აქვს ყველას, რომ არავინ არ უსმენს, რომ არ აქვს იმის შიში, რომ დაიჭერენ და სხვა და დანარჩენი ყველაფერი მოვა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ მართლა ხალხის არჩეული ხელისუფლება და მას მართლა აქვს ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე.
ცარი არის სტუდიაში და შემდეგ კი ბატონო. გისმენთ? გისმენთ? ალო. დიახ. ალო. გისმენთ? ეთიში ვარ? დიახ. გამარჯობათ. გამარჯობათ. მე ფავორი საკითხი მინდა თქვენთან გავაკეთე. რომელიც ამბობთ პირველად მოხდა დემოკრატიული არჩევნები. არა, მეორედ მოხდა. დიახ, დავაზუსტე ეს აზრი მე საბჭოთა პერიოდის არჩევნები დავასახელე, როცა შეიცვალა. მოხდა დემოკრატიული არჩევნები და მოხდა ახლა კიდე. დიახ. პირველად არ მოხდა. ზიად განსაკუთრებია რომ ნამდვილად მოხდა დემოკრატიული არჩევნები, ნამდვილად. და ახლა ნახეთ როგორი გაყალბებები დავიდა. იქ გაყალბება სიტყვა არც იყო ნახსენები ზიად განსაკუთრებია რომ ეს იყო რაღაცა ზღაპრული ლეგენდარული რაღაცა უნიკალური არჩევნები. ნუ ძალადობის გარეშე იყო ეს არჩევნები ამას ამბობ თქვენ გასაგებია. არასდროს არ გექნება და მოდით თქვათ რომ ეს არის მეორე დემოკრატიული არჩევნები საქართველოში. ჩვენ არც ისეთი ტყეში გაზრდილი ხალხი არა ვართ და ჩვენ მეორედ ვართ დემოკრატიულ არჩევნებში რომ ვირჩევთ პრეზიდენტს, დემოკრატიულად პრეზიდენტია თუ რაც არის ესე იგი. მადლობთ, გასაგებია, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, კაპიტან, რომ დრო შეზღუდულია და ამიტომ რადგანაც ჩემთან იყო შენიშნა, მე გავცემ პასუხს, მართალი ხართ, ამიტომაც დავაზუსტე მეორე ნაწილში ჩემი გამოსვლის, რომ მართლაც მეორედ მოხდა, რომ შეიცვალა ხელისუფლება არჩევნების ძირით. ერთი იყო საბჭოთა მმართველობა შეიცვალა გამსახურდია თავისუფალი საქართველოს გვალი მაგიდით და მეორე არის ეს სიტუაცია, როცა ახლა ჩვენ ცხოვრობთ, თორემ გასაგებია, რომ ეს პირველი არ იქნებოდა. უბრალოდ დამოუკიდებელი საქართველოს იყო პირველი, იმიტომ რომ მაშინ ჯერ კიდე დამოუკიდებელი არ იყო საქართველო. დიახ, ხუჭა, თქვენ პასუხი გიბრალთ. ფაქტიურად პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იყო ფაქტიურად ხელისუფლების გადაცემა მშვიდობიერად. ის 90 წელს საქართველოს კვლავ ოფიციალურად იყოფებოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. მართალი ბრძანებით აბსოლუტურად. მეც წეგან დავაზუსტე უბრალოდ გამოჩე ქალბატონს ეთყობა. მე მინდა კითხოთ კვლავ და კვლავ დარღვევების შესახებ თქვენ მონიტორინგს ახორციელებთ თქვენი ორგანიზაციის სახელით ეს არის ადამიანის ფლობათა ცენტრი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ორგანიზაცია ამ სფეროში ადამიანის ფლობის სფეროში თქვენ მის კენძველი ხართ მაინც რამოდენიმე ტიპის დარღვევებს ხარ გამოყოფთ რაც გამოიყენებოდა და ამასთანავე ზოგადად შეფასება შემდეგ ის სალოდ თქვენსაც მნიშვნელოვანი არჩევნების ძალიანობაში საინტერესო იქნება თქვენგანაც მოისმინოს მაყურებელმა და ნახოს დიდი მადლობა პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. როდესაც საუბრობთ არჩევნებზე, ჩვენ არ უნდა შემოიფარგლოთ მხოლოდ არჩევნების დღით. რაც ხდებოდა ფაქტიურად თვეების განმავლობაში წინასაარჩევნო პერიოდში, რა თქმა უნდა, მას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგანაც ფაქტიურად ეს განაპირობებს ადამიანის ფლობის მდგომარეობა წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვნად განაპირობებს თვითონ არჩევნების უკვე უშუალოდ შედეგს. უბრალოდ წინასაარჩევნო მიუძღვენთ ამ თემას და ამიტომ იქნებ არჩევნების დღეზე მეტი გესაუბრებდა წინასაარჩევნო პერიოდზე რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, თუმცა უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ შეფასების დროს არაფერი მნიშვნელობა აქვს უშუალოდ წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ დარღვევების განალიზებას, ასევე როგორც არჩევნების დღეს და ასევე შემდგომ უკვე რაც ხდება უკვე იგივე და ხმების დათვლის პროცესში და მოგეხსენება სწორედ ამ მონაკვეთში ძალიან სერიოზული პრობლემები გამოიკვეთა. შეიძლება ითქვას, რომ არჩევნების დღე იყო შედარებით მშვიდი, გამომდინარე იქიდან, რომ იყო საქართველოში ძალიან ბევრი, როგორც ადგილობრივი, ასევე ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, შესაბამისად ხელისუფლებამ ფაქტიურად არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რაღაცნაირად ყოველ შემთხვევაში ფორმალურად მაინც და გარეგნულად ყოფილიყო რაც შეიძლება მშვიდობიანი არჩევნები და ფაქტიურად ხელის შეშლას ადგილი არ ქონია რომ მოქალაქეებს გამოეხადათ საკუთარი ნება, თუმცა მიუხედავად ამისა ჩვენ ვაკვირდებოდით ასზე მეტი დამკვირვებლით საქართველოს რამდენიმე რეგიონში არსებულ მდგომარეობას და მე შევიდე რომ დეტალურად განვიხილოთ ის დარღვევები რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ პერიოდის განმავლობაში. უკეთრად ზარი არის სტუდიაში განმაგრძობთ ის. წითელი ნატურა რომ აინთება დააკვირდით ეს არის ზარი და მაყურებელი მთავარია ჩვენზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში ყველაზე. გისმენთ? აი დიახ, გამარჯობათ. გამარჯობათ. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კუბლაშვილმა პარასკევს საერთაშორისო სამთავრობო ორგანიზაციის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შესჩილა, რომ საქართველოში ადგილი აქვს მოსამართლეზე უხაშშე ზეწოლა. მე ვკითხულ, რომ ვინ იყვნენ პროკურორების მორჩილი მონები? თუ არა კუბლაშვილის მოსამართლეები, ვინ ასრულებდა და ასრულებს სააკაშვილის სადისტურ მოწოდებას ნორმალური ტოლერანტობა და ყველანი ციხეში, თუ არა კუბლაშვილის მოსამართლეები, ვინ აქცია უზენაეს სასამართლოს ნორმატიული მითითებები კონსტიტუციის და კანონის უხეში უგულოყოფით ქვეყნები სასამართლოებისათვის სავარდებულო შესაძლებლობა თუ არა თავად კუბლაშვილმა. სწორედ რომ ყველაფერი ზემოა აღწერილი არის ხო ამ ქვეყანაში მოსამართლეების დეტალების ჩამოყალიბებული სისტემა. ხო ხედავთ არამედ მისი
პრეზიდენტი და ისინი ყველანი ამ წასვლას არ აპირებენ. დროის აი უკვე სასამართლო ხელისუფლება ცდილობს ამას ძალას იკრებენ და არჩევნების შედეგების გაყალბების სასამართლო მხარდაჭერით რევანშისთვის ეძებიან. ამიტომ ის უკვე ფლობს აღმასრულებს და სასამართლო ხელისუფლებას სამწუხაროდ. ამიტომ მე მოგილოცავ რა თქმა უნდა გამარჯვებას, მაგრამ წინ გვაქვს კიდე საბრძოლველი. მანდ ყურადღებით. დიდი მადლობა. ბატონო შეიხო გააგრძელოთ თქვენ პასუხი და გამოიხმაუროთ მაყურებლის მოსაზრებას. მე ვეთანხმები მაყურებელს, მოგესალმებათ ეს ერთ-ერთი ისეთი სერიოზული პრობლემა საქართველოში სწორედ უკავშირდება სასამართლო სისტემას და თვითონ ბატონი კუბლაშვილი არის ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე იმ მდგომარეობაში, რაც სამწუხაროდ ქვეყანაში არის შექმნილი. ანუ სიტუაცია, როდესაც ათეულობით პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება არის გამოტანილი, როდესაც ქვეყანაში ასევე გამართლებელი განაჩენების რაოდენობა არის მაქსიმალურად მცირე და ფაქტიურად ეს ორგანო, რომელიც უნდა ემსახურებოდეს კანონის უზენაესობას, არის იგივე აღმასრულებელი ხელისუფლების და პროკურატურის ფაქტიურად ნებასრულის გამტარებელი ორგანო. ეს არ არის ახალი თემა, რომელზეც ამაზე წლების განმავლობაში ვსაუბრობდით და მე ვფიქრობ, როდესაც ბატონი კუბლაშვილი მსგავს განცხადებას აკეთებს, მან უნდა გაიხსენოს თუ რა ხდებოდა ამ წლების განმავლობაში, მანამდე სანამ ის დაიწყებს თუნდაც კანონის უზენაესობას საუბარს და იგივე მოსამართლეებზე განხორციელებულ ზეწოლებს. ბატონო უჩა, თქვენ აღნიშნეთ, რომ არ ყოფილა საარჩევნო უბნებზე უკაცრავად ზარია და შემდეგ განმოგზავნებთ. გისმენთ? ალო. გისმენთ? ალო, მოგესალმებით. მოგესალმებით. თქვენ სტუმრებს მივესალმები, ქალბატონ გუგლისთან მაქვს შეკითხვა. მოგესალმებით. ქალბატონო გუგული, ალო. ქალბატონო გუგული, არის თუ არა საშიშროება იმისა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ბენზინა ივანე ყველა თავის განაპირებში ასრულებს, რადგან ის სულით ხორცამდე ქართველია და არის ვაჟკაცი ადამიანი და ყველაფერს გააკეთებს საქართველოს აყვავებისათვის, ის მანამდე აკეთებდა ამას და მით უმეტეს ეხლა, მაგრამ აი გარეშე რეაქციული ძალები, თუნდაც ამერიკის, ნატოს, აი ეს ევროპის გარეშე რეაქციული ძალები ძალიან ხელს ეუშლიან იმაში, რომ საქართველოში განვითარდეს ეროვნული ხელისუფლება ჩამოყალიბდეს და ეროვნული ტრადიციები შეინარჩუნოს საქართველოს. იმიტომ რომ ჩვენ ამის პრეცედენტები უკვე დავინახეთ ამ ხალხის განმავლობაში, თუ როგორ ებრძვიან ქართულ მართლმადიდებლობას და როგორ ებრძვიან ეს ამერიკული და ევროპელი რეაქციული ძალები მართლმადიდებლობასა და ჩვენს ენას და ჩვენს ტრადიციებს და ამაში ბატონ ბიზნეს ძალიან გაუჭირდება. ამიტომ ძალიან გაფრთხილება უნდა, ძალიან გაფრთხილება. არავის არ უნდა საქართველოსთვის კარგი, არც მსოფლიოს ქვეყანას, იმიტომ რომ ეს ძილი ტრადიციული ქვეყანაა. მინდა დაგამშვიდოთ, რომ ნამდვილად არც ამერიკისგან, არც ნატოსგან, არც სხვა ქვეყნებისგან საქართველოს არ ემუქრება მსგავსი ტიპის თქვათ იქ ანექსია კულტურის ან ეკონომიკის ან სხვა საქართველოს თუ ემუქრება ძირითადი საშიშროება ემუქრება ხოლმე საკუთარი არაგონიერი და საკუთარი ცუდი ხელისუფლებისგან. იმიტომ რომ როდესაც ქვეყანაში ვარგა ხელისუფლება, როდესაც ქვეყანაში ხალხს ჯერა ხელისუფლების და მიყვება ხელისუფლებას, როდესაც ხალხი და ხელისუფლება ერთად ახორციელებს ყველა იმ პროგრამას, რაც ჭირდება ქვეყნის წინსვლას, ვერც ერთი ქვეყანა ყოველ შემთხვევაში აი ესეთი ზეგავლენებით ვერ ახდენს ხოლმე ისეთ გავლენას, რომ ქვეყანაში არასწორად მიდიოდეს პროცესები და მით უმეტეს ახლა თუ რაღაცა საომარი მოქმედებებია, ისიც ერთადერთი შეიძლება საომარი მოქმედება იყოს, მაგრამ საომარი მოქმედება როგორც მთელი 21 საუკუნის ისტორია გვიჩვენებს, თუ კი ქვეყნის შიგნით არის ასე ვთქვათ გარკვეული ბალანსი, თუ ქვეყნის შიგნით მოსახლეობის უდიდესი რაოდენობა მხარს უჭერს ხელისუფლებას, ნამდვილად უჭერს მხარს ხელისუფლებას და არა ისე შიშით რომ ვერ იღებს ხმას, ასეთ შემთხვევაში არანაირი გარეთა თქვათ გავლენა არ არის საშიში და მე იცით რა მოდი რა ერთ რაღაცასაც და ასე ვთქვათ ამას თვალებში შევხედოთ ასე ვთქვათ სიმართლეს და ვთქვათ არც ერთი ქვეყანა მით უმეტეს დასავლეთის რასაც უწოდებთ ჩვენ დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნები არასდროს იძულებით არ ახდენენ არანაირ გავლენებს. მათ შეუძლიათ, ასე ვთქვათ, წარმოაყენონ თავისი შეხედულებები, თავისი ვთქვათ, რაღაც გარკვეული იდეები და სხვა, მაგრამ ეს თვითონ ქვეყანაზეა დამოკიდებული, ხელისუფალზე ხალხზე მიიღებს და რამდენად მიიღებს, ხო? ის რომ ვთქვათ, რაღაცა საერთო პროცესია ჩართული, ჩვენ თუ გვინდა დემოკრატიული ქვეყანა ვიყოთ და სწორედ გვინდა, იმიტომ რომ სხვა გზა ნორმალური განვითარებისა ჯერ კაცობრიობას არ გამოუგონია, გარდა დემოკრატიული განვითარებისა, მით უმეტეს ჩვენ
ჩვენნაირი ქვეყნისთვის დემოკრატია ეს არ არის თქვათ შამპანური, ეს არის წყალი, აუცილებელი. არც ბიზნესი არ განვითარდება, არც ქვეყანა წინ არ წევა თუ არ ქნა დემოკრატია და ასეთ შემთხვევაში თქვა თქმა იმისა, რომ თქვა იქ რაღაც მართლმადიდებლობას ემუქრება. არ ემუქრება თუ შენ მაგრად დგეხარ, თუ შენ სწორად მართავ, თუ შენი ხალხი ჯერა შენი. ყველა ცდილობს რაღაცა გავლენები კონდეს, მაგრამ აქ თავარია თვითონ როგორ დახვდები და არიან ქვეყნები ისტორიას გადავხედოთ, არიან ქვეყნები რომელსაც ვერ გაუძლეს იმ საერთო გლობალიზაციას, იმიტომ რომ გლობალიზაცია მარტო ახლა არ არის. ქრისტიანობაში თავის დროზე ერთ-ერთი დიდი გლობალიზაცია იყო, თქვა და ყველა ქვეყანაში არის ეს ესე იგი ურთიერთშეღწევა, კულტურების და სხვა. თუ კი ქვეყანა თვითონ მყარად არის თავის კულტურულ განვითარებაში, თერას ეროვნულ განვითარებაში, თავის ეკონომიკის განვითარებაში, რაც თავარია ყავს ხელისუფლება, რომელსაც ხალხი ემდობა, ასეთ შემთხვევაში არანაირი ასეთი ტიპის საშიშროება არ არის და მით უმეტეს არც ამ ქვეყნებს არასდროს არ აქვთ იმისი განზრახვა, რაღაცა იძულებითი გავლენა მოახდინონ ქვეყნის განვითარებას. ასე რომ მსგავსი შიშები ძალიან გთხოვთ ქართულ მოსახლეობას ნუ ექნება მით უმეტეს დასავლეთის ქვეყნებიდან. მადლობთ გოგული. ბატონო უჩა თქვენ აღნიშნეთ რომ არჩევნებზე არ ყოფილა დარღვევები, მაგრამ ჩვენ ვიცით ესეთი ფაქტები, სადაც იყო ძალადობა, ეს იყო ხაშურში, თერჯოლაში, რა სწორად ამასთან დაკავშირებით? მე არ მეთქვია რომ არ ყოფილა დარღვევები. არა, ძალადობრივ დარღვევებზეა საუბარი, რატომ იყო გამორჩეულად ამ რაიონებში და სხვაგან თვითონ არჩევნების მიმდინარეობისას არ იყო, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მე მაპატიეთ რომ ჩავერთე, ამ შემთხვევაში ხელისუფლება მაინც ფიქრობდა რომ ის დახვეწილი გაყალბების გზები და მექანიზმები რაც მას აქვს, მას მისცემდა მაინც გამარჯვების საშუალებას და აი ამიტომ გარეგნულად უნდა ყოფილიყო ყველაფერი წეჩრიში. მთავარი იწყება ხოლმე მაშინ, როდესაც არის ხმების დათვლა. და ის ზუსტად ხმების დათვლის დროს იყო ის ექსცესები რაც მოხდა. ზარი არის სტუდიაში, გისმენთ? საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობა და ქალბატონებო მოგესალმებით. მოგესალმებით. მე მაქვს ასეთი შეკითხვა. ალბათ განათანხმებით ძალიან ბევრი რეკავს აქაც და ისედაც ნაცნობებშიც ბევრი საუბრობს, რომ მე კოალიცია არ მომწონს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის გამოვაძლევ ხმას. ჩემთვის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია მისაღებიო. ზიად განსახურდიას დროს ასეთ სიტყვებს კერპთაყვანის მცემლობა ერქვა და ახლა რატომღაც არავინ არ იზახის, არავინ არ ამბობს ამ და ყველა რატომღაც დუზუს კოჭივით გატრუნულია და რაშია საქმე? კი ბატონო, კი პასუხებთ მაშინ და მოკლედ ძალიან საქმე იმაშია, რომ აქ ნამდვილად არ არის ესეთი ფეტიში და სხვა, უბრალოდ გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც გაცილებით უფრო მეტი ნდობა ჰქონდა პოლიტიკურ სპექტრში, ვიდრე სხვა პოლიტიკოსებს და აქ არ არის ესე რომ კოალიცია არ ვიღაცას მოწოს განსაკუთრებით ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ასევე ესე იგი სიმპათიითაა განწყობილი კოალიციაში შემავალი ამა თუ იმ პოლიტიკური ძალების მიმართ და რაც თავარია საქართველოს მოსახლეობამ გააცნობიერა, რომ კოალიცია იყო ის ერთადერთი ძალა, რომელსაც შეეძლო საქართველოს ნორმალური განვითარების კალაპოტში გადაეყვანა, ასე ვთქვათ და ამიტომ შეიძლება იქ ერთი მოგწოს, მეორე არ მოგწოს, მაგრამ თლიანობით ეს იყო ძალა, რომელსაც შეეძლო საქართველოში დაემარცხება ეს მონსტრი ხელისუფლება და ამიტომ ეხლა იმის თქმა, რომ ეს მომწოს, ეს არ მომწოს, არ არის აუცილებელი ყველას ყველა მოწონდეს. თავარია რომ ხედავდე რომ ეს პოლიტიკური ძალა არის ის ძალა, რომელმაც დაამარცხა ხელისუფლება და რომელსაც შეუძლია ქვეყანა გაიყვანოს დემოკრატიული არა სწორად ბატონო უჩა გავაგზავნებ თუ შესაძლებელია. ანუ რაც შეეხება არჩევნების დღეს ჩვენი დამკვირვებლების მიერ იქნა დაფიქსირებული არაერთი სერიოზული დარღვევა 70-ზე მეტი საჩივარი იქნება მომზადებული ჩვენი დამკვირვებლების მხრიდან, ზოგი მათგანი არის ძალიან სერიოზული დარღვევების შესახებ, ზოგიერთი შედარებით ნაკლებად სერიოზული. თვითონობაში ჩვენს მიერ იქნა დაფიქსირებული არაერთი დარღვევა და ჩვენი დამკვირვებლები ყოფებოდნენ კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის. შედარებისთვის 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს შევადაროთ. მეტი იყო თუ ნაკლები? თუ შევადარებთ, მე ვფიქრობ, რაოდენობრივად. ეს რა არის? ცოტა რთულია შედარება, მაგრამ ჩემს ცოტა გამდინარე იქიდან 2008 წლის არჩევნების დროს, იგივე 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს და ამჟამადაც 1 ოქტომბრის არჩევნების დროს მე ვიმყოფებოდი ერთ და იგივე ადგილას, ეს იყო საგარჯოს რაიონის აზერბაიჯანის სოფლებში. ცოტა ადვილი იყო იმ ხრივი, რომ ჩემთვის რაღაცა ნამდვილად უფრო მარტივია შედარება. შეიძლება ითქვას, რომ დარღვევები იყო გაცილებით ნაკლები, თუ შევადარებთ იგივე 2008 წლის არჩევნებს, გამდინარე იქიდან, რომ ფაქტიურად მოსახლეობის აქტიურობა იყო ძალიან დაბალი. გამდინარე დაახლოებით 100-150 კაცი მონაწილეობდა არჩევნებში 2008 წელს.
მიმდინარე წელს 2008 წელს გაცილებით უფრო აქტიურად იყო გამოყენებული იგივე კარუსელი, რომელზეც დღეს მიუხედავად იმისა, რომ იყო ცდელობა ამის და ჩვენ დავაფიქსირეთ ასევე კარუსელის არაერთი შემთხვევა, დავაფიქსირეთ ასევე მარკირების პროცესის დარღვევა, დაფიქსირებული იყო ასევე ზეწოლის ფაქტები დამკვირვებლებზე, ასევე მედიის წარმომადგენლები რამდენიმეობიდან იქნენ გამოყრილები. იყო ასევე სერიოზული დარღვევა, როდესაც გაჭირისხმის ფარულობის პრინციპი ირღვეოდა და ერთდროულად 2-3 ადამიანი აძლევდა ხმებს, ასევე იყო აგიტაცია საარჩევნო უბნებში და ასეთი ათეულობით ფაქტი გვაქვს ჩვენ დაფიქსირებული. გარდა ამისა, იყო სერიოზული დარღვევები, როდესაც იყო ძალიან ნაკლები ბიულეტენების რაოდენობა და მე ვფიქრობ, რომ იგივე რამდენიმე იყო დარი სულებიც კი დაფიქსირდა სიებში. ბიულეტენის დაკლეობის მიზეზი რა შეიძლება ყოფილიყო? ოფიციალურად მიზეზი, როგორც ჩვენ გითხრეს, იყო ის, რომ საქართველოს მოსახლეობის გამორჩეულთა ნაწილი არის საზღვარგარეთ და ამის გამო ფაქტიურად ბიულეტენები არ არის, რაც ფაქტიურად არის რაღაცა. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მეგონა ეს. რა თქმა უნდა, ამასაც უნდა იყოს დაბეჭდილი. უბრალოდ ჩვენ რა თქმა უნდა გვიჩნდება ეჭვი, რომ ეს ბიულეტენები იყო გამოყენებული კარუსელისთვის და ასეთი ძალიან ბევრი ფაქტი იყო დაფიქსირებული. იგივე ის, რომ თუნდაც რამდენიმე ფაქტი აღმოჩნდა, როდესაც მკვდარი სულებსაც კი გადავეყარეთ, ასე ვთქვათ, საარჩევნო სიებში. და შეიძლება ითქვას, რომ არჩევნების დღეს იყო გაცილებით ნაკლები დარღვევები იმდენად, რამდენადაც იგივე საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, იგივე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა უბრალოდ არ მივერციეთ შესაძლებლობა ადგილობრივ ხელისუფლებას თუ სხვადასხვა ორგანოებს, რომ მათ მოეხდინათ მასობრივად დარღვევა და მასობრივად გაყალბება, რასაც სამწუხაროდ 2008 წელს წინ ვერ აღუდგით. თუმცა ამის გამო შეიძლება ითქვას, რომ შედარებით ნაკლები იყო დაფიქსირებული, იგივე მასშტაბურობა იყო შედარებით უფრო ნაკლები. ბატონო ჩარი არის და შემდეგ განმაგზავნოთ. გისმენთ? გამარჯობათ. გამარჯობათ. მე ასეთი კითხვები, ორი კითხვა მაქვს. პირველი, რომ ჩვენ ხედავთ, რომ პარლამენტში ჩვენ უმრავლესობით მაინც ვერ მოვიდეთ. და ფაქტიურად ძალიან გაჭირდება რა აი ეს იმ კანონების მიღება, რომელიც დავუშვათ ხალხს უნდა დაუცილდეს და ეხლა მეორე კიდე ის, რომ აი ამ ცვლილებების და ახალი ტალღის თავისუფლების საფუძველს ხომ არ იქნება ისე, რომ ახლა წინაგანად გადაცემა იყო და ხალხი სულ ცნობად სახეებს ასახელებდნენ თანამდებობებს და ჩვენ ისე ხომ არ დავთ ისე იმით, რომ ისე ცნობადი სახეები იქნებიან და არაპროფესიონალები იქნებიან. აი ეს ორი კითხვა მიპასუხებ და თუ კავშირი კიდე ექნებათ, რომ აი ჩვენ გვახსოვს წინა პარლამენტში ასე იყო. ვიღაცები იღებდნენ კანონს, ხალხმა სადაც არ იცოდნენ ამ კანონის მიღების თანავე რა ასე თქვა წყალქვეშა რაღაც რიფები ხვდებოდა. მერე ხვდებოდნენ ადამიანები, როგორ იყო კანონი მიღებული მის წინააღმდეგ. და აი ეს კავშირები თუ იქნება რაღაცნაირად თქვენ როგორ გესახებათ, რომ იქნება აი რა კავშირი იქნება ისევ ხალხთან როგორ ექნება ხალხის კავშირი? პირველი კითხვა იყო, რომ რატომ ხას მაყურებელმა ჩათვალა, რომ უმრავლესობაში არ არის ქართული ოცნება, რაც არ არის სწორი და მეორე უმრავლესობაში არის, არა გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობას თუ ხავ ნახოთ, შეიძლება მიღწევადი იყოს, შეიძლება არა პარლამენტში მუშაობდეს. უმრავლესობა გვაქვს და ძალიან ბევრი კანონი არის ესეთი, რომელსაც ჭირდება უმრავლესობა ჯერ ერთი და ასე რომ განსაკუთრებით ის კანონები, რომლებიც ასე ვთქვათ, ყოველდღიურ ცხოვრებაში უადვილებს ადამიანებს ცხოვრებას, მათ არ ჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეხლა რაც შეეხება, ეხლა იგივე ანგარიშვალდებ რამდენად ღია იქნება ვთქვათ ეს. ეხლა გაცილებით სხვა სიტუაციაა, ეხლა თვითონ საზოგადოებაც სხვაგვარია და მინდა გითხრათ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში, ისიც სხვაგვარია, იმიტომ რომ მოდი ერთი რამეც ვთქვათ, ეხლა ამ ხელისუფლებას არასდროს არ ქონდა განცდილი თავის თავზე ოპოზიციაში, რეალურ ოპოზიციაში ყოფნის სიმწარე, როდესაც შენი ნათქვამი არაფრად არ არის ჩაგდებული და ეხლა ვინც მოვიდა ქართულ კოალიციასთან ერთად, ჩვენ ყველას მე ძალიან წარეთ მახსოვს ხოლმე, როცა პარლამენტში ვიყავი, მიუხედავად მე ფორმალურად 2004-2008 წელში ვიყავი უმრავლესობის წევრი, ძალიან ბევრი შენიშვნა, ძალიან ბევრი კრიტიკული თქვათ, რაც მე მithქვამს იმისთვის, რომ კანონი უკეთესი გავხდარიყო, როგორც ყრუკედელი ისე ეჯახებოდა ხოლმე უმრავლესობას, რომელიცაც თქვათ თავისი რაღაცა
ვთქვათ, უფრო სხვანაირი მიზნები ჰქონდათ, რომელიც ვთქვათ ხალხთან და მე ზუსტად ვამბობდით, რომ კანონი იმიტომ უნდა იყოს ხალხს გაუადვილო ცხოვრება და არა იმიტომ, რომ გაურთულო ცხოვრება, ხო? და ეხლა უფრო სხვა ტიპის პოლიტიკური ძალა არის მოდის მოვიდა ხელისუფლებაში. გარდა ამისა, იგივე ბატონი ბიძინას ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აი შერჩევაზე როცა ლაპარაკი, ცნობილი სახეები და სხვა, ცხადია ეხლა რაღაცა ვიღაცები არიან ცნობილი ადამიანები, რომელსაც იცნობენ თავისი პროფესიონალიზმით და იცნობენ თავისი თუ გინდათ პოლიტიკურად პირუთვნელი წარსულით. ხო, ამას აქვს მნიშვნელობა, როდესაც, იმიტომ რომ მინისტრები საერთოდ არის პოლიტიკური ფიგურები, მაგრამ როდესაც საქმე წავა იმაზე, რომ უნდა იყოს მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები და სხვა, თქვენ ნახავთ, რომ იქ იქნება ძალიან მკაცრი პროფესიონალური კრიტერიუმებით შერჩევები. ძალიან ხშირი იქნება რეალური ღია კონკურსები, რაც საშუალებას მოგცემს, რომ მოვიდნენ ის ადამიანები, იმიტომ რომ მართლაც იცით, ეხლა არ არის სიტუაცია, რაც იყო, თქვათ, იქივე 2012 წელს, როდესაც ნაცმოძრაობას რაღაც თავის გემოზე აწყობილი ქონდა და რასაც თვითონ უნდა იმას იღებდა. ჩვენ ეხლა ურთულესი ამოცანა გვაქვს ხალხო, ესე იგი, ქვეყანა მართლა რეალურად უნდა დადგეს ნორმალური განვითარების გზაზე და ამ დროს უკვე ვიღაცა ბიძაშვილია და მამიდაშვილია და რაღაცა გამორიცხული ეს ამბავი, იმიტომ რომ თითეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა არის გაცილებით უფრო მაღალი, ნუ არ ვიცი, აი უზარმაზარი პასუხისმგებლობა ყველაფერი იმისთვის, რაც ქვეყანაში იქნება და ამ დროს ვერავინ ასე ვთქვათ, არც არავინ არ მიცემს ერთმანეთს უფლებას და საშუალებას და თანაც ესე იგი ის რომ საზოგადოებაც უკვე სხვაგვარია და უკვე პირველი დღეებიდანვე საკმაოდ კრიტიკულია, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და გარდა ამისა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან ფართოდ უნდა იყოს გამოყენებული ადამიანები, რომელსაც ჩვენ უწოდებთ ექსპერტებს, რომელსაც ესე იგი აქვთ შეხედულებები ამა თუ ის საკითხზე და მხოლოდ ამის შედეგად იქნება მიღწეული ის კანონები და ბოლოს და ბოლოს მართლა ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და ჩვენც გვინდა ესეთი კანონი გქონდეს, რომელიც ჩვენს მოგცემს უკეთესად ცხოვრების შესაძლებლობას. ზარი არის სტუდიაში. გისმენთ? საღამომშვიდობისა. ძალიან მაპატიეთ ახლა მე გადავუხვევ თემას, მაგრამ ძალიან მიყვარს ამ ძველ თაობის ხალხს, რომ ეძახიან მურღულია იმას და ამას, როცა ჩვენ კახიშვილი ყავს, ჩუბოშვილი, წულუკიანი, გიგაური, ნანუაშვილი, ყრუაშვილი და რამდენი ვინმე და სად მიდიხართ ხალხო ძველზე, რატო უბრუნდებით? მიმინოშვილმა და ლომაიამ დაანგრიეს განათლება. რა დროის მიმინოშვილია? ვინ ახართ? მოკლედ ძალიან და შემდეგ გავაგზავნოთ თემაზე საუბარი. ადამიანები არის, ადამიანებს უნდა ქონდეთ გამოცდილება, ცოდნა, ზოგი იქნება ახალი და ახალგაზრდა, ზოგი იქნება გამოცდილი და თქვათ უკვე სადღაც რომ მუშაობდა. მთავარია ის ადამიანი პროფესიონალი იყოს და კეთილსინდისიერი იყოს და ასე რომ ესე იგი ზუსტად ისიც უნდა იყოს, რომელსაც ახალგაზრდაც იქნება, არა ახალგაზრდა იქნება, ასე რომ მე ვფიქრობ მაინც იქნება ისეთი კადრი შერჩეული, რომელიც გაცილებით უფრო წაადგება დღეს ქვეყნის განვითარებასა. დიდი მადლობა, ბატონო, მე თქვენთან მინდა გადმოვიდე ასე შეკითხვით. ბიზნა ივანიშვილის და არა მარტო ის საუბრობდა ბევრს იმაზე, რომ არჩევნების გაყალბება არის სისამართლის დანაშაული, ეს ისე ცნობილი ფაქტი იყო, მაგრამ ხაზგასმა ხდებოდა იმაზე, რომ მოეთხოვებოდა პასუხი გამყალბებელებს. ამ შემთხვევაში იქნებ მაყურებელს შეახსენოთ, რა პასუხისმგებლობას ითვალისწინებს სისამართლის კოდექსი არჩევნების გაყალბებისათვის და თქვენ როგორ წარმოგიდგენთ, რამდენი ადამიანი შეიძლება თეორიულად მოხდეს ამის გამო საბატონოში. მიახლოებით, რა თქმა უნდა, ზუსტი ციფრის სხვა ძნელია. თუ საუბარია მხოლოდ მიმდინარე არჩევნებზე, რა თქმა უნდა, შეიძლება 20 წლიანი ხანაზმულობის მაგალითად სამწუხაროდ და მეტი არა. და იგივე სასჯელიც არის სხვადასხვა, სანქციები არის სხვადასხვა, დაწყებული 500 ლარიდან და იგივე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობიდან არის ასევე პატიმრობას ითვალისწინებს კანონი 2 წლამდე. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ჩვენ რაღაცა ვცდილობთ რაღაცა დადგეს თუნდაც რამდენიმე ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი, რამდენიმე დღის წინ მიმართეთ უკვე სიგნალის საოლქო კომისიაში მომხდარი გაყალბების ფაქტებთან დაკავშირებით, როდესაც ფაქტიურად შემაჯამებელი ოქმი არჩევნების იქნა გადაწერილი ხელახლა და ამ დროს დამკვირვებლებს გაგვაჩნია ამ ოქმის ორიგინალი, რომელიც არის ორიგინალის ასლი, რომელიც არის დამოწმებული ასევე ბეჭდით და ფაქტიურად ადგილი ჰქონდა კომისიის თავმჯდომარის მხრიდან ფაქტიურად გადაწერას. და რა თქმა უნდა ეს არის სწორედ ის დანაშაული, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. სწორედ ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით ჩვენ რა თქმა უნდა ყველა ინფორმაციას ვიძიებთ და მიმართავთ შესაბამის პროკურატურას, რომ მოხდეს ფაქტიურად გამოძიება ამ ფაქტების, იმიტომ რომ რეალურად რაც ხდება დღეს და რაც მოხდა საქართველოში, ხო, ამ ათეულობით გაყალბების ფაქტების უკან ფაქტიურად ერთ და იგივე ადამიანები დგანან. მე ვისაუბრე, რომ რამდენიმე არჩევნებზე ვაგვირდები სპეციალურად ფაქტიურად ერთსა და იმავე საარჩევნო უბნებზე, დაახლოებით 12 უბანზე, მე ვნახე, რომ ფაქტიურად იგივე ადამიანები, რომლებიც იგივე 2008 წელს, 2010 წელს, ისევე წინა წლებშიც აყალბებენ არჩევნებს, იგივე ადამიანები არიან დღეს საარჩევნო კომისიების წევრები და თავმჯდომარეები. ფაქტიურად ის რომ არ მოხდა რეაგირება 2008 წელს და არ მოხდა რეაგირება 2010 წელს, ფაქტიურად მათ აქვთ ხეფეხი გახსნილი და რეალურად ეს დანაშაული
სწავლი სწორედ ფაქტურად საზრდოობს იმ დაუსჯელობის სინდრომით, რომელიც არის ქვეყანაში ძალიან დიდი და სერიოზული პრობლემა. მე ვფიქრობ იმისათვის, რომ ჩვენ რაღაც ერთი ნაბიჯი წინ გადავდგათ იმისათვის, რომ მომავალი არჩევნები იყოს დაზღვეული თუნდაც მსგავსი გადაცდომებისაგან და თუნდაც დანაშაულებისაგან, ვფიქრობ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მოხდეს იმ პირების, იმ კონკრეტული იგივე საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეების დასჯა, რომელთაც მიუძღვით წვლილი არჩევნების გაყალბებაში და ეს 100 ადამიანები შეიძლება ითქვას რამდენიმე ათეული მინიმუმ არის. სარი არის სტუდიაში, გისმენთ? ალო. გისმენთ? გამარჯობა, თითით რატომ რეკავა ხლა ძალიან შემაწუხა რამოდენიმე წინადადება მქალბატონი გუგული მაღლაძე ამბობდა. იცით რა მინდა? ძალიან არ მომეწონა და არ ვეთანხმებინება მომეცით რომ არ დავეთანხმო იმას დაკავშირებით რომ ესე იგი თქვენ ამბობთ რომ ქვეყანა თუ მაგრად დგას არ შეიძლება რომ მას საფრთხე დაემუქროს არც რელიგიურად არც კულტურულად თავარია ქვეყანა იყოს მაგრად ამ თავის ფასეულობებზე და ხალხი მიყვებოდეს თავის ხელისუფლებას აი ამაში მე დაგეთანხმებით იმიტომ რომ ეხლა უნდა დავეთანხმოთ იმაში რომ ყველა სახელმწიფოს აქვს თავისი გეოპოლიტიკური სხვადასხვა ინტერესები და აუცილებლად ცდილობს ის რომ მეზობელ სახელმწიფოში თავის ინტერესები გაატაროს და ამისთვის ისინი ყოველთვის ნერგავენ თავიანთ თავიანთ ხელისუფლებას არ საბრძოლველი რომ არ ყოფილიყო და ჩვენ წინაპრებს არ ებრძოლათ არა დღემდე არ მოვიტანდით და არ ჭავჭავად დაგვიბარებდა მამულენას და სარწმუნოებას და დემოკრატიის ნიღბით კიდე თქვენ ბრძანებთ რომ დემოკრატიულ სახელმწიფოებში ესეთი რაღაცები აღარ ხდებაო ხო მე ხა ცოტა გავკოლოთ იძულება არ ხდება თორე გავლენა სხვა ქალბატონო მაპატიეთ დემოკრატიის ნიღბით დღეს ძალიან ბევრი მტერი ყავს და ცხრის ტყავში გახვეული მტრები არ გვაკლია ჩვენ და ხელისუფლება ეყავდა კიდეც ეგეთი და ძალიან კარგად და მაგრად შეაზარზარა ის საფუძვლები, რაზეც დგევართ მართლა მთელი საქართველო. ძალიან კაი თქვის, რომ ხელისუფლება ყავდა ისეთი, რომელსაც შეაზანზარა ის საფუძვლები, რომელზეც საქართველო დგას და მე სწორედ ხაზი გაუსვით ამას. ცხადია, ესე იგი, ყველა ქვეყანას აქვს სხვა ქვეყნის მიმართ გეოპოლიტიკური ინტერესები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეუძლიათ ყველა ქვეყანაში გაატარონ თავის ინტერესები, როგორც თვითონ უნდათ. ინტერესების გატარება, როგორ იქნება ამა თუ იმ ქვეყანაში, ძირითადად დამოკიდებულია თვითონ ამ ქვეყნის ხელისუფლებაზე და ხალხზე. აი ეს თქვი მე რომ ეს არის წამყვანი ფაქტორი, იმიტომ რომ ყველა ცდილობს ამას, სადღაც გამოდის, სადღაც არ გამოდის. რატო არ გამოდის სადღაც? იმიტომ რომ სადაც ქვეყანა დგას მაგრად ფეხზე, ანუ ხელისუფალიც არის ეროვნული, ხელისუფალი არის თანამედროვე, ხელისუფლება ისეთი, რომელიც ხალხის დობით სარგებლობს, ასეთ შემთხვევაში გაჭირდება, ასე ვთქვათ, აი ამ სხვადასხვა ქვეყნის ინტერესების გატარება და სადაც უფრო ისეთი ხელისუფლება, რომელიც პირველ რიგში თავის თავზე ფიქრობს და თავის სარგებლიანობაზე ფიქრობს, ასეთ ქვეყანაში ცხადია იმ მაღალი გეოპოლიტიკური ინტერესების მქონე ქვეყანას თუ ის ძლიერი ქვეყანა ეკონომიურად და შეუძლია პირველ რიგში ხელისუფლება დაიჭიროს ხელში, ასე ვთქვათ, ასეთ შემთხვევაში ქვეყანაშიც გაატარებს თავის ინტერესებს. ხელისუფალზეა მთავარი. იქნებ მაყურებელს აუხსნათ მოქმედი კონსტიტუციის ნორმებიდან, როგორ გადანაწილდება ძალაუფლება მიხეილ სააკაშვილსა და ქართული კოალიციას შორის. აქ არის ესე იგი პრეზიდენტს რჩება გარკვეული უფლებამოსილება იგივე ძალოვანი სტრუქტურების მიმართ, იგივე ვეტოს დადება, მაგრამ ფაქტია და ამიტომ ეს ორხელისუფლებიანობას გავს, იმიტომ რომ ხელისუფლება პრეზიდენტს თავისი უფლებები აქვს შენარჩუნებული, ამ დროს საპარლამენტო უმრავლესობას შეუძლია კონტროლი იმ მხრივ რომ რაღაცა მიიღოს არ მიიღოს, მაგრამ აქ არის მთავარი რაღაცა, მე არ მგონია დღევანდელ დღეს ასე ვთქვათ ისეთი სიტუაცია შექმნილი ქვეყნის შიგნიდან გარედან რომ პრეზიდენტმა აშკარად გამოავლინოს წინააღმდეგობა თქვათ საპარლამენტო უმრავლესობასთან. აშკარად ვერ შეიძლება აქ იყოს რაღაცა ქვედა დინებები, რაღაცნაირად სხვა საშუალებები თქვათ ხელი შეუშალოს და სხვა, მაგრამ აშკარად კონფრონტაციაში ვერ წავა. და გარდა ამისა ის როდესაც ლაპარაკია ხშირად რომ ოპოზიციაში ხელი პრეზიდენტი და ოპოზიცია ეს არის აი ძალიან უცნაური მართლა ის დაუბრუნოთ ასაკის ზარია თუ შეიძლება და დაუბრუნოთ ასაკის. და ალბათ ყველაზე უკეთესია ან აღარ უნდა იყოს ეს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერი. ზარია უკაცრავად გავაგზავნოთ ამ ზარეთის თემაზე საუბარი აუცილებლად. გისმენთ? ალო, გამარჯობა. გისმენთ? აი ბატონულაშა თქვენთან თქვენი პასუხი მაინტერესებს ძალიან. აი ქალბატონ გუგულის მართლაც წინასწმენელმა შვენივრად ჩამოუყალიბა ყველაფერი და ნუ თუ მართლაც ეხლა ქალბატონი გუგული ესე იგი ნუ იტყუებს თავს თუ ტყუის ჯორჯ პერკინსის პოლიტიკური პრეზიდენტის ასარება მე მგონი ყველა თქვენთაგან დაახლოებული გეხება და იქ ნათლად ჩანს ყველაფერი თუ როგორ ატერორებენ და აშანტაჟებენ ამერიკელები კი არა ყველა ვითომ ჩვენი მეგობარი ქვეყნები და იგივე მართლმადიდებლობას როგორ ებრძვიან
ნუ თუ თქვენ არაფერი არის კი პასუხობ დიდი მადლობა მე გასაგებია მადლობთ მე გიპასუხებთ ამ შემთხვევაში ახლა მე დამის შეკითხვა საქმე იმაშია რა თქმა უნდა ყველა სახელმწიფოს აქვს გარკვეული ასე ვთქვათ ინტერესები თუნდაც ჭყალებში შემას დაპრობითი დავარქვათ თუ ფინანსების მოზიდვის ინტერესის სხვა ქვეყნასთან მიმართებაში მაგრამ იგივე ეკონომიკური კვლევის აღსარებაში რაზეა საუბარი იმაზე რომ სოფლიო ბანკი ცდილობდა მოინახა საერთო ენა ამ მათ იმ ქვეყნის კორუმპირებულ ხელისუფლებას შორის სადაც კორუფციის ხარისხი და ასე ვთქვათ სინდისის ხარისხი დაკლები იყო და კორუფციის ხარისხი მაღალი იყო იქ მეტად გამოდიოდა ეს ოპერაციები და მეტი ზიანი მიაყენა მაგალითად მადაგასკარი არსებობს ამის ძალიან კარგი მაგალითი რომელიც ნახოთ გაუძლებლობდა ეს ულამაზესი და ძალიან საინტერესო პირველ პრემიერის თვალსაზრისით ქვეყანა მაგრამ სადაც ვერ მოახერხა ეს ვერ მოახერხა ხოლმე ისევ და ისევ ხელისუფლების პრინციპულობის გამო ამაზე საუბრობდა კაპიტალური არ განაოს იმას რომ ანგელოზებთან დასახლებული დედამიწა სამწუხაროდ ხელისუფლებები როგორც წესი იცავენ საკუთარ ქვეყანას კარგ შემთხვევაში თუ შემთხვევაში არც საკუთარ ქვეყანას ჩვენ ვიყავით თუ შემთხვევა როცა საქართველოს ხელისუფლება არც საკუთარი ქვეყნის ინტერესებით იყო დაკავებული და არც ხვისით მაგრამ სხვა სახელმწიფოები ატარებენ როგორც წესი თავის მოქალაქეების ინტერესებს და თუნდაც ეკონომიკური ბლოკების ნახვა და ნაწილის ასე ვთქვათ კორუფციული გზით გაშვება და ნაწილის სახელმწიფო საქმეში დახარჯვა ესეც არის მეტნაკლებად ბუნებრივი ესეც სახელმწიფოებისთვის ამიტომ ჩვენ თავი უნდა დავიცვათ ჩვენი წესიერი ხელისუფლებით რომელიც იმედია გვეყოლება მალე ეს არის და ეს მე მინდოდა ბატონ ჩასაგ გამოსულიყავი შემდეგი შეკითხვით თქვენი აზრით ამ გამოიწვია რეალურად მიხეილ სააკაშვილის ესე თითქოს და მარტივად დადაბება. მე პირადად არ წარმოვიდგინე რომ ეს მოხდებოდა ესე შვიდა წყმარა და უმტკინეულოდ თქვენთვის იყო თუ არა ეს მოსალოდნელი და თუ არა მაინც რა უნდა ყოფილიყო ფაქტორი რომელსაც მან ვეღარ გაუძლო და ჩამოიშალა როგორც პასუხობს ამის თქმა. შეიძლება ითქვას რომ ამას ძალიან ბევრმა ფაქტორმა იმოქმედა პირველ რიგში იმან რომ შეიძლება მით უმეტეს ბოლო იგივე ციხეების სკანდალის შემდეგ ფაქტიურად ხელისუფლება აღმოჩნდა ერთგვარად გაბანკროტებული და რეალურად მას უკან დობის ის ძალიან ის შედარებით ის მცირე ის პროცენტიც კი ფაქტიურად ხელიდან წავიდა და გაუქრა რომელიც მას გააჩნდა უკვე ამ ბოლო თვეების განმავლობაში თუმცა მთავარი მე ფიქრობ მაინც იყო იგივე საერთაშორისო ორგანიზაციების და დასავლეთის პოზიცია განსხვავებით იგივე წინა წლებისაგან თუნდაც იგივე 2008 წლის და სხვა წლების ანუ წინა წლების მდგომარეობიდან ხელისუფლებას გააჩნდა საკმაოდ როდესაც გააჩნდა საკმაოდ სერიოზული გავლენა სერიოზული ასე ვთქვათ პარტნიორების ხარდაჭერა როგორც დასავლეთში საერთაშორისო ორგანიზაციებში ისევე დასავლეთის სახელმწიფოებში დღეს შეიძლება ითქვას რომ შემდეგ რაც მოხდა ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით ხო საქართველოში აქტიურად ადმინისტრაციული რესურსების მასობრივმა გამოყენებამ იგივე ზეწოლა თავისუფალ მედიაზე ჩვენ გვახსოვს იგივე სატელიტების დაყადაღების არაერთი ფაქტი კონტროლის პალატის ფაქტიურად თავაშვებული პოზიცია და მისი ამ ორგანოს ფაქტიურად როგორც პოლიტიკური დევნის ორგანოს და პოლიტიკური პოლიციად გადაქცევამ ფაქტიურად იგივე უზარმაზარმა ჯარიმებმა რომელსაც ამ პერიოდში ჰქონდა ადგილი სხვადასხვა კანონების შეცვლა იმისათვის რომ ეს ყოფილიყო მორგებული უშუალოდ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს რა თქმა უნდა ამ ყველაფერმა მთლიანად შექმნა ის გარემო რომელმაც რა თქმა უნდა ხელისუფლების იმიჯი საგრძნობლად შეარყია არა მხოლოდ საქართველოში არამედ საქართველოს საზღვრებს გარეთ და მე ვფიქრობ თავარი ხო რაც მოხდა 2008 წელს ეს რა თქმა უნდა დასავლეთისთვის იყო ძალიან დიდი გაკვეთილი იმიტომ რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ფაქტიურად შეუძლებელია მოხდეს ომი შეუძლებელია ასე ერთმა და სამ ადამიანმა გადაწყვიტოს კონკრეტულ შემთხვევაში თუნდაც მის იურისდიქციაში მყოფი და უშუალოდ რეგიონის გაკონტროლების მიზნით რაღაც საუბარი ოპერაციის დაწყება. ეს არ ხდება ნორმალურ და დემოკრატიულ ქვეყანაში, ეს ხდება მხოლოდ იმ ქვეყანაში, სადაც ძალაუფლება აქვს ერთ ან რამდენიმე პიროვნებას და ამდენად დასავლეთის უკვე გასაგები გახდა ფაქტიურად ამ ომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე და მათ ფაქტიურად რაღაცნაირად გამოუტანეს, ასე ვთქვათ, განაჩენი საქართველოს ხელისუფლებას. ეს იყო ფაქტიურად შეიძლება ითქვას როგორც ქართული საზოგადოების და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების და საერთაშორისო დასავლეთის ერთობლივი გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში ეს დადგა უკვე ამჯერად მით უმეტეს როდესაც ბოლო სკანდალმა ფაქტიურად ციხეების სკანდალმა შეიძლება ითქვას რომ უკვე საბოლოო გადაწყვეტილება დააჩქარა ძალიან ამასწორებს მიღება. დიდი მადლობა. ფაქტიურად იყო რეალურად გაფორმება ამ შედეგის რომელიც უკვე დადგა. მოკაცრავად სარი არის სტუდიაში. გისმენთ? გამარჯობა. მე არა ვარ სტუმარი, წამყვანი ვარ და ჯობია შეკითხები სტუმრებთან. მე მახსენდება თქვენი აი დიდი გმირობა თქვენი და ალეკო შალამბერიძის ყოველთვის ზედოდით ამ რეჟიმს, მაგრამ დღეს ისეთი პირი უჭას მეთვალს რომ შევწდე რაღაცა ბაშარ ასადის რეჟიმამდე მივდივარ ინფორმაცია არის ესეთი ბაჩო ახალაი არის თავდაცვის სამინისტროში რაღაც მე-9 საათზე რაღაცა პლატფორმირება ჩამოუყალიბებია
ტრებიან და 1000 რაღაცებს იმასვებიან და ამას მიექციეთ ყურადღება გენაცვლები. დიდი მადლობა. ზუსტად სხვადასხვა დაემთხვა ასადზე ვფიქრობდი და რატომაც მაყურებელს ასადი ასენდა. მე პირიქით იმის კითხვა მინდოდა, რატო ვერ გახდა მიხეილ სააკაშვილი ასადი? არ იყო რესურსები თუ ფსიქოლოგიური ტიპაჟის თვალსაზრისით არის განსხვავებული მოვლენა. თქვენ ფსიქოლოგიც ხართ და აქედან გამომდინარე იქნებ შეაფასოთ, შეადაროთ ეს ორი ავტორიტარი დიქტატორი როგორც კიდე ესე მოიხსენიოთ. ჯერ ერთი ასადთან, ასა თავისთავად ეხა ეს დიდი ქვეყანაა და თავისი შიგა რესურსებია ქვეყანას, როცა აქვს თავისი რესურსები არსებობისთვის, ის სხვა პრეტენზიების მქონია და ქვეყანა, რომელიც როგორც სისტემა ისეა შეერთებული დასავლეთზე მთელი თავისი ფინანსური თუ პოლიტიკური მხარდაჭერით, იმისი რესურსი რო ესე თქვა თავის ხალხის წინააღმდეგ დიდი ხნის განმავლობაში წავიდეს, სულ სხვადასხვა რესურსია ეს ერთი. მე ახლა იქ თავში ასადთან თავს იყრის ძალიან ძლიერი ქვეყნების დაპირისპირება, იგივე ამერიკული, რუსული და ეს არის ძალიან ნათლად. თითქოს ჩვენთანაც ხო იყრის თავს. თითქოს ჩვენთანაც იყრის თავს. ჩვენთან ესეთი ასე აშკარად დაუშვათ, რო ვთქვათ, რომ დაუშვათ ახლა რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ვთქვათ ერთმანეთთან ისეთი გავლენა არ არის, იცით, იქ რაღაცა სხვა ტიპის ურთიერთობებია, მართალია, ახლა საქართველოს წინა ხელისუფლება თავს იმკვიდრებდა სწორედ რუსეთთან ბრძოლის, ასე ვთქვათ, პათოსით. და ამით გარკვეული მხარდაჭერა და ფინანსური დიდი მხარდაჭერაც ჰქონდა და მიუხედავად იმისა, მეორე ხელით ხო ხედავთ, რუსეთის ხელისუფლება იყო ის ხელისუფლება, რომელსაც ყველაზე მეტად შეიძლება აწყობდა სააკაშვილის ხელისუფლება აქ, ხო? იქ სხვა ტიპის ისა, მე გარდა ამისა, იქ არის მართლა ესეთი ორი ძალა არის, რომელსაც მეტნაკლებად თანაბარი რესურსი აქვს და თვითონ შეუძლია ამ რესურსების, ასე ვთქვათ, მართვა გამოყენება, იგივე ოპოზიცია იქნება თუ ასადი იქნება და საქართველოს სინამდვილეში, საქართველოს წინა ხელისუფლება და თვითონ პრეზიდენტი პირდაპირ, ასე ვთქვათ, ჩამოკიდებული და მიბმული იყო დასავლეთზე. იმიტომ რომ დასავლეთის გარეშე მას ძალიან პატარა ამპლიტუდა ჰქონდა. აი წარმოვიდგინოთ, რომელნებია შეიძლება გაეკეთებინა, ვთქვათ, ხაშურის ვარიანტი, რამდენ ადგილას უნდა გაეკეთებია, როდესაც ხალხის ესეთი წინააღმდეგობა, რამდენ ხანს უნდა გაეძო, ხო? და იმის შემდეგ უკვე სად მიდიოდა. ეხლა ეს ხო შეიძლება ამ ქვეყანაში, ასეთ ქვეყანაში ეს ხო არ არის მხოლოდ რესურსების ქვეყანა, როგორც ვთქვათ. ხო, მაგრამ ბევრი რაღაც შეიძლება გაეკეთებინა. აი, იცით რა შე და მე ერთი ეხლა მე შეიძლება ცოტა ცუდ რაღაც ერთი ესეთი ცოტა ანეკდოტური ამე მუბარაკი და სტალინი ხვდება ერთმანეთსო და ეუბნება მუბარაკიო რომ სტალინს რომ გამოდისო ხალხიო და რა ვქნაო ესროლეო სტალინო და 100,000 ესროლეო 200 გამოვიდა ისევ ესროლეო 9,000,000 გადა ისევ ესროლეო კი მაგრამ ამდენ ხალხს რომ ესროლეო მილიარდები მაქვს და რა ვქნაო მაშინ ვერ ესრიო ეს სხვა გისმენთ ამ ხელისუფლება ვიცის მისმენთ? დიახ, გისმენთ. მე მინდა 4 საკითხი წამოვწიო, ჯერ ერთი ველოდები ხვალინდელ დღეს ბატონი ბიზინა როგორ კაბინეტს შექმნის და ვინ იქნებიან ეს ავტორიტეტები, მაგრამ მე მინდა დღეს ეს საკითხები მოგაწოდოთ, რომელიც ხალხს ის ინტერესი იწვევს და პირადად მეც მაინტერესებს. პირველი ეს არის ხუთეული, რომელიც უნდა გასამართლდეს, იმიტომ რომ ხალხის ქონება დატაცებული და მაღლაფერიძემ დაასახელა ისინი პარლამენტში. მეორე, 8 კაციანი სია, რომელიც საზღვარგარეთმა გადმოსცა საბჭოურ პერიოდში, რომ დაიტაცეს ქონება და ბანკებშიათ. მესამე, ტერიტორიები, რომელიც დავკარგეთ და ამდენი დედმილები ყავს და ვინ გაყიდა ეს ორი დიდი ტერიტორია, აფხაზეთი და ოსეთი და მეოთხე, ნატოს საკითხი, რომ ჩვენი ჯარი იბრძვის იქ, რუსეთის შუაგულში აქვს ამერიკას ნატოს ბაზა და ჩვენ სულ დავობთ იმაზე, რომ ნატოში შევდივართ, არ შევდივართ, შევდივართ, არ შევდივართ, ფაქტი ფაქტასაც რჩება, რომ ამერიკას და რუსეთს ძალიან კარგი განწყობა აქვთ ურთიერთი და თავზე დაგვიდის ეს დიდი მახინა ერთი ჭანჭიკის რო ჩამოვარდეს ტუმბუსის იმას დავემსგავსებით საქართველო. მე მაბატი ესეა, მაგრამ ღელა დიდი მადლობა. კალმული, ძალიან ბევრი შეკითხვა იყო, მაგრამ შეიძლება იქნებ მოკლედ. ახლა ეს ადამიანის თავისი მოსაზრებები აქვს და ეხა, ნუ რაც შეეხება იმას ვთქვათ, აი დასჯის ჩვენმა კოალიციამ და მისმა ლიდერმა ძალიან ნათლად გამოაცხადა. თუ კი ესე იგი საზოგადოებაში ადამიანებს აქვთ კონკრეტული ფაქტები და კონკრეტული დოკუმენტები იმ ადამიანების მიმართ, რომელსაც ვთქვათ ჩაუდენია დანაშაული და აი დამოუკიდებელი სასამართლოში მივა ეს დოკუმენტები და ფაქტები, სასამართლო გააკეთებს თავის საქმეს, ჩვენ არა ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დაიწყებს პოლიტიკურ დევნას.
ის რაც გააკეთა თქვა 2004 წელში ვარდების რევოლუციის დროს მოსულმა ხელისუფლებამ, როდესაც იმის გამო რომ ვიღაცა პირადად არ მოწონდა, ან ვიღაცის ქონება უნდოდა და სხვა, ესე იგი ყოველგვარი კანონების დარღვევის ან მორგებული კანონებით და შერჩევითი კანონებით მოახდინა, იცით თქვენ ახლა ადამიანების თქვა ციხეში ჩაყრა და ქონების უზურპაცია, ხო? ამიტომ მსგავს რაღაცებს არ ვაპირებთ, მაგრამ თითოეულ ადამიანს თუ ორგანიზაციას თუ აქვს უფლება ცხადია ამას ვერავინ ვერ ჩამოართმევს, რომ მან მიმართოს დამოუკიდებელ სასამართლოს და დამოუკიდებელ სასამართლომ შეიძლება სხვადასხვა დონის შეიძლება იყოს კრიმინალი, შეიძლება იყოს ხელისუფლების ძალაუფლების ზედმეტად, შეიძლება იყოს გულგრილი დამოუკიდებელ და სხვადასხვა და ყველა ადამიანმა აგოს პასუხი, მაგრამ ეს ახლა არ მოხდება ესე რომ ხვალ ზეგ და მაზეგ ყველაფერი, ალბათ ეს არის პროცესი, რომელსაც დამოუკიდებელ სასამართლო წარმართავს და კიდე რა გიქცეკეთო ეს არის და ნატოს და ეხა ეს გასაგებია, მე სწორად ეს თქვი რომ არ არის მეთქი ზარია და შემდეგ და უკრაინას ამერიკას შორის რასაც წინა ხელისუფლება თქვა წარმოაჩენდა სათავისოდ. გისმენთ? ალო. გისმენთ? გამარჯობათ, მოგესალმებით გენეცალე. ქალბატონო გიული, ციცრალი. აი ეს გველის წიწილი, როდის მოგშორდება რომ დადის აქეთ იქით და რაღაც ისულელებს ლაპარაკობს უკვე ვეღარიდან ამის სახეს ტელევიზორში. მე ვლაპარაკობ. ვიზე საუბრობთ? იცით თქვენ მაგრამ თქვენ თქო ჩვენ გივისმენთ. პრეზიდენტი ყოფილი თუ მაგრამ აღარ არის, მაგრამ ჯანდაბა მაგისტრატ. როდის იქნება ესე რომ იმპიჩმენტზე ნუ რაღაცა კანონები არისო და ცოტა გაგრძელდება ის. არ მივიყვანოთ იქ მადლობ. მე ვაფშე უჩას მინდა ქალბული დაგიბრუნდებით, უბრალოდ უჩა დაგვიჩაგრა და ამ შეკითხვა ჩვენს ქონდა სხვათა შორის მომზადებული, ამიტომ დაგისვამთ აუცილებლად მაყურებელი სახელითაც და ჩვენი სახელითაც. უჩა რა მინდოდა მე თქვა ამ შემთხვევაში საუბარი იყო სწორედ პასუხისმგებლობის თემატიკაზე და თქვენი მოსაზრებაც საინტერესო იქნება. თუნდაც არის შემთხვევები მაგალითად, როცა პროკურატურა ვალდებულია დღევანდელი კანონმდებლობით დაიწყოს ეს სამართლებრივი დევნა, თუ კი ინფორმაცია გაჟღერდება არა მაინდა-მაინც საჩივრის სახით, არამედ მედიის საშუალებით. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ძალიან ბევრი საქმე ექნება გასაკეთებელი როგორც პროკურატურას, ასევე რასთავარი სასამართლოს. როგორ შეიძლება ამ ამოცანის ასე ვთქვათ მიღწევა და რა ვადებში შეიძლება, იმიტომ რომ თქვენ წარმოგიდგენთ საუბარია რამოდენიმე 1000 სულცირე უკანონო პატიმარზე, უკანონო პატიმარს თვლის თავს ალბათ 10000-ობით ადამიანი, მაგრამ რამდენიმე 1000 მაინც იქნება უკანონო, ამას ემატება ნუ შედარებით მცირე რაოდენობის პოლიტიკური პატიმრები, ამას ემატება უამრავი დაუჟელი პოლიციელი თუ სხვა მაღალჩინოსანი რომელთა მიმართებაში ოჯახები არსებობენ, რომლებიც მოწმეებათაც გამოდიან და გარკვეული პრინციპებიც გააჩნიათ. აი ამ ყველაფრის მოგვარება რა ვადებში თეორიულად შეიძლება თქვენი აზრით და რა რეალისტურია, თუნდაც კადრების პოვნა მოსამართლეებად, პროკურორებად, რომლებიც იქნებიან პრინციპულების და მეტად კვალიფიციურების, რათა ეს ყველაფერი გააკეთოთ, არა ისე როგორც 2004-ში ხდებოდა, არამედ სრულფასოვნად. მე ვფიქრობ, რომ კადრების შესახებ ხო პირველ რიგში არც ეცუდათ არის საქმე, საქართველოს ყავს ძალიან ბევრი პროფესიონალი, რომელიც პირიქით გამომდინარე სიტუაციიდან რაც ხდებოდა ბოლო წლებში იგივე პროკურატურაში, სასამართლო სისტემაში, ისინი ან აქტიურად იქნენ განთავისუფლებულები, ან საკუთარი ნებით წამოვიდნენ და მე ვფიქრობ, ეს ადამიანები არიან ის რესურსი, რომელიც აუცილებლად ახალმა ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს და ამ მხრივ მე ვფიქრობ, ნაკლებად პრობლემები იქნება შექმნილი, თუმცა რაც შეეხება იგივე იმ ათეულობით, ასეულობით ფაქტს, იგივე უფლების დარღვევის, რომელზეც უკვე წლების განმავლობაში საუბრობდით, მე მიმაჩნია, რომ ამაზე ძალიან ბევრი დოკუმენტაცია არსებობს. იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებს გაგვაჩნია არაერთი ფაქტი, თუნდაც ის რომ ასე მეტი ადამიანი ფაქტიურად იქნება ქუჩაში ჩაცხრილული და ამის შესახებ არსებობს კონკრეტული მონაცემები თუ რა გარემოებებში და აღარ საუბრობ იმ ყველაზე გახმაურებულ საქმეებზე, იქნება ეს გირგლიანი ვაზაგაშვილი, რობაქის და ამ შემდეგ ცნობილია და ეს ძალიან ბევრი საკითხებია, რომელიც რა თქმა უნდა წამოიწიოს და ჩვენ აუცილებლად მივიყვათ ბოლომდე და კონკრეტული პასუხისმგებელი პირების საკითხს დავსვათ, რომ ისინი ფაქტიურად იქნენ დასჯილნი. ასევე საუბარია იგივე თუნდაც ასეულობით პოლიტპატიმარზე დღეს დღევანდელი მონაცემით 100 მეტი ადამიანი ითვლება ფაქტიურად პოლიტპატიმრად, თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი არის უკვე განთავისუფლებული სხვადასხვა მოტივით და შეიძლება ითქვას, რომ ეს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა იყო ერთ-ერთი ძირითადი და მთავარი პრობლემა ბოლო წლების საქართველოში. შესაბამისად მე მიმაჩნია, რომ სწორედ ეს ფაქტები უნდა იყოს გამოძიებული და ამაზე არსებობს ძალიან ბევრი ფაქტი, არის ძალიან ბევრი დოკუმენტაცია, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე საქართველოს სახელმწიფო დამცველის მიერ მომზადებული და მე ვფიქრობ, ეს დასკვნები იქნება სრულიად საკმარისი იმისათვის, რომ რაღაც დოზით ინფორმაცია ფაქტიურად გაჟღერდეს და მოხდეს უკვე რეაგირების მოთხოვნა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ჩვენ ამას წლების განმავლობაში ვაკეთებდით, მე მახსოვს, რომ არაერთი მიმართვა იგივე პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებების რომ დაწყებული იყო გამოძიება კონკრეტულ სამართალდებთან დაკავშირებით ფაქტიურად ხდებოდა რეაგირების გარეშე. ჩვენ უბრალოდ ეს მასალები რაც გაგვაჩნია, შეგვიძლია ხელახლა გავუგზავნოთ და მოხდეს ფაქტიურად და მოვითხოვოთ ამ ფაქტებზე გამოძიების ჩატარება.
თუნდაც იგივე რაც ხდება საპატიმროებში, ხომ მე აქ საუბარი მაქვს არა მხოლოდ იმ წამების ფაქტებზე, რომელიც რა თქმა უნდა უკვე როგორც ვიცი დაწყებულია გამოძიება, არამედ თუნდაც იმ გარდაცვალების ფაქტებზე. 140 კაცი გარდაიცვალა გასულ წელს, სამწუხაროდ არც ერთი ადამიანი ჯერჯერობით დასჯელი არ არის გარდაცვალების ფაქტებში. აქ შესაძლოა რა თქმა უნდა დიდი ნაწილი არის ჯანმრთელობის და იგივე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და სხვადასხვა სამედიცინო პრობლემის გამო გარდაიცვალა, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არავის არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. ანუ როცა ადამიანი დგება ლეთალური შედეგი, ამაზე ვიღაცამ უნდა აგოს პასუხი. 650-ზე მეტი ადამიანი არის ფაქტობრივად გარდაცვლილი ბოლო 5 წლის განმავლობაში საპატიმროებში. არც ერთ ადამიანზე სამწუხაროდ არ არის პასუხისმგებლობა დამდგარი და ჩვენ რა თქმა უნდა მივახციოთ იმას, რომ ყველა შემთხვევა იყრას, ყველა კონკრეტული ფაქტი ასეთი იქნეს გამოძიებული და შესაბამისი თანამდებობის პირების და პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ქაბატონ გოგოლი, როგორი არის ქართული ოცნების ტაქტიკა, როგორც მაყურებელმა ახსენა, ანუ აპირებთ თუ არა იმპიჩმენტის მოწყობას მიხეილ სააკაშვილზე და ცითრა ეს არის სამართლებრივი საკითხი, აქ დგება საკითხი თქვათ ის კონსტიტუციური ნორმა, ჩვენ ვიცით რომ 2006 წლის დეკემბერში მიიღეს ის კონსტიტუციური ნორმა, რის მიხედვითაც შემოდგომაზე უნდა ჩატარებულიყო პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევნები. შემდეგ გახსოვთ 2007 წლის მოვლენებთან დაკავშირებით რა იყო, რომ ხალხმა მოითხოვა, რომ თქვათ მახსოვს მეც მაგ დროს წამოვედი ასე თქვათ უმრავლესობიდან, იმიტომ რომ ხალხის მოთხოვნა იყო, რა არის სანამდეც აგირჩიეთ, იქამდეც იყავით, ხო? აგირჩიეთ აპრილამდე იყავით და რატო იგრძელებთ დროს, ხო? შემდეგ გახსოვთ იყო ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და იყო პლებისციტი, რომელმაც თქვა, რომ კი ბატონო, გაზაფხულზე იყოს არჩევნები ჩატარდეს გაზაფხულზე, მაგრამ შეიცვალა ერთი ნორმა და არ შეიცვალა ის, რაც პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებული იყო. ამიტომ ფაქტიურად ეხლა მიხეილ სააკაშვილს ვადა ოფიციალურად, ფაქტიურად, რეალურად უთავდება 5 იანვარს და აი ამ კონსტიტუციური ნორმის მიხედვით, რომელიც თავისმა უმრავლესობა მიიღო, 10 თვე კიდე იქნება პრეზიდენტი. ამიტომ ერთი გზა ეს არის, რომ შეიძლება ჩვენ არაფერი არ გქონდეთ, არც შესათავაზებელი და არც ათხოვდი და ავამოქმედოთ ის, თქვათ, დავაბრუნოთ უпростоრად ის კონსტიტუციური ნორმა, რომელიც ნაციონალური უმრავლესობა მიიღო იმის გამო, რომ უმრავლესობა იყო და რეალურად რა კი 5 იანვარს უთავდება ვადა 5 იანვარი ჩაითვალოს ვადა ესე იგი და გამოცხადდეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, ესეც არის გზა და გარდა ამისა სხვა სამართლებრივი გზები რაც იქნება, ყველაფერს ვნახავთ. მაგრამ მაგის შემდეგ ხო აღარ იქნება ორხელისუფლებიანი სისტემა. ანუ იქნება ერთხელ აღარ იქნება გამოცხადება ახალი და ვისაც აირჩევს პრეზიდენტს, ის იქნება პრეზიდენტი, ხო? ჩვენ ახლა წინასწარ ხარ ვაგობთ რომ ადამიანის ქართული ოცნების წარმომადგენელი იქნება, ან ვინ იქნება პრეზიდენტი, არა? უბრალოდ საქმე იმაშია რომ პრეზიდენტს 5 წელი უთავდება 5 იანვარს ინაუგურაციას თუ ჩავთვლით 20 იანვარს, ხო? და არა ოქტომბერში, ასე რომ ეს არის თვითნებურად გაზრდა მისი უფლებამოსილებისა მთელი 10 თვის განმავლობაში თვითნებურად იმ გაგებით რომ გამოიყენა ის უმრავლესობა, რაც მას ყავდა და რასაც უნდა იმას რომ მიაღებინა. ბატონოვიჩა, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის საუბარზე. ასევე საინტერესოა რიგი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტა, რომელმაც დაუშვეს მრავალი მძიმე დანაშაულები და ბევრი ფაქტი სახეზე არის და საზოგადოებას ჩამოყალიბებული აქვს ამასთან დაკავშირებით აზრი. იქნებ გითხრათ რა მას ფიქრობ როგორ ნახავს ეს რა თქმა უნდა იგივე რამდენიმე დეპუტატობის კანდიდატზე ჯერ არ არის უფლებამოსილება ცნობილი რამდენიმე ფაქტზე თუნდაც იგივე ახალაიებზე რომელზეც წლების განმავლობაში როლანდ ახალაიაზე ფაქტობრივად ვრცელდება ინფორმაცია და მე როგორც ვიცი არსებობს კონკრეტული მტკიცებულებიც იმის რომ მას აქვს მიღებული და უშუალოდ სხვადასხვა დანაშაულების ქმედებაში მონაწილეობა რა თქმა უნდა თუ ეს ყველაფერი დადასტურდა და სასამართლო გადაწყვიტა რა თქმა უნდა დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი და შესაბამისად მისი ადგილი მისი მაჟორიტარული სავარძელი რა თქმა უნდა პარლამენტარის იქნება განთავისუფლებული რა თქმა უნდა ეს შეეხება იმ პირებს რომელთაც და ბრალეულობის საკითხი ფაქტიურად სასამართლოს მიერ იქნება გადაწყვეტილი. სასამართლოს თუ პროკურატურის მიმართვის საფუძველზე ხდება ეს პროცედურა როგორ იწყება? პროკურატურის, მაგრამ ამ შემთხვევაში პარლამენტმა უნდა დაართოს მაგრამ უნდა მიმართოს პროკურატურამ, ხო? დიახ. ესე კი ბატონო. პრაქტიკულად ძალიან ცუდად რო დაგჭირდა ალბათ ჯობია ქალთულის შეჯამისათვის მივცეთ 1 წუთი, იმიტომ რომ მეტი აღარ აგვაქვს და სამწუხაროდ გვეწურება უკვე განაცემის. ბევრი პრობლემები იქნება, ცხადია, ჩვენ არ ჩაგვიბარებია ესეთი ქვეყანა, რომელშიაც ჩვეულებრივად შეიძლებაოდეს პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება, როდესაც დალაგებულ ქვეყნებში ხდება, რომ ერთი ხელისუფლებიდან გადადის მეორეზე და ძირითადი რაღაცები მოგვარებულია და ახალ ხელისუფლებას გაუმჯობესება შეუძლია, ჩვენ ძირფესვიანად გავაქვს შესაძლებელი, აი, როგორც იგივე თავარი რაც სამართლიანობის
აი ეს არის ერთ-ერთი პირველი დაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას. შემდეგ იწყება ის ეკონომიური პრობლემები, რაც არის და მიგვაჩნია, რომ ის დიდი ნდობა, რაც ხალხმა გამოუცხადა კოალიციას, ხა შეიძლება ახლა ერთი რამეს მინდა მოსახლეობას უთხრა, შეიძლება ვიღაცა მოგეწონოთ მინისტრი, ვიღაცა არ მოგეწონოთ, ვიღაცის მიმართ კრიტიკულად იყოთ, არ იყოთ, მაგრამ ეს არის პროცესი. როგორც თქვენ მოგწონთ და არ მოგწონთ, ისე შეიძლება თვითონ კოალიციის შიგნით იყოს, ისე რომ ვიღაცამ გაამართლოს, ვიღაცამ არ გაამართლოს, მაგრამ თავარი არის, რომ ნდობა არსებობს კოალიციის ლიდერის მიმართ, ნდობა არსებობს კოალიციის მიმართ და რაც თავარია ხალხს აქვს საკუთარი თავის ნდობა. ამ არჩევნებმა ხალხს მისცა, მოსახლეობას მისცა, ისინი ენდობიან თავის თავს, ესენი აღარ არიან ის, რაც იყო მანამდე. მათ უკვე შეუძლიათ ხელისუფლებაც საკმაოდ, ასე ვთქვათ, მოთხოვონ ის, რაც ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, რომ ხალხიც წინაშე იყოს ანგარიშვალე. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა ბოლოს ინტერაქტივის შედეგები გამოვაცხადო. ის აბსოლუტურად ემთხვევა ჩემს განწყობას პირადად და კითხვა იყო ასეთი: უნდა წარდგეს თუ არა სამართლიანი სასამართლოს წინაშე მიხეილ სააკაშვილი. მოაწილეობა მიიღო ძალიან ბევრმა ადამიანმა, 800-მდე ადამიანმა, თქვენ წარმოგიდგენთ, 771 800-დან აცხადებს, რომ უნდა წარდგეს სასამართლოს წინაშე, 19 ადამიანი აცხადებს, რომ არა და 6 გაუჭირდა. ესე რომ პროცენტებში გადაყვანა, მე მგონი არც არის საჭირო ესეთი დათელია სურათი და მართლაც ყველა დამნაშავე მიუხედავად იმისა, რა პოსტი ეკავა, მას იყო პრეზიდენტი, იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, პროკურორი თუ ასე ვთქვათ, საქართველოს თავარი ნოქარი როგორც ბენდუქიძე, თუ მას დაუმტკიცდება და უნდა დაუმტკიცდეს საკმარისი მტკიცებულების საფუძველზე სამართლიან სასამართლოს წინაშე აუცილებლად უნდა წარდგეს და ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნება მეტი გარანტია, რომ ქვეყანაში ხელისუფლებამ ვეღარასდროს გაბედოს იგივეს კეთება, რასაც აკეთებდა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი თუ შევარდნაძის მმართველობის პერიოდი. კიდევ ერთხელ მიულოცავ ჩვენ მაყურებელს ამ მსმენელებს ხელისუფლების მშვიდობიანი არჩევნების გზით ცვლას და ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მოსახლეობა ისევ აქტიურად ვიქნებით ჩართული საქართველოში დემოკრატიის განვითარებისათვის. დიდი მადლობა.